ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე ჯერ ბრიუსელს არაფერი გადაუწყვეტია, აგერ უკვე ერთი კვირაა კი ოცნების სპიკერები განცხადებაზე აკეთებენ, ერთი მხრივ ცდილობენ პასუხისმგებლობა ევროკავშირზე გადაიტანონ, პარალელურად ხალხი შეაგუონ, რომ შეიძლება მართლაც შეგვიჩერონ უვიზო რეჟიმი. და პროცესებს გამოიწვევს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. თუ ქვეყანა დაკარგავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ეს ცალსახად იქნება ოცნების მთავრობის პასუხისმგებლობა. თუ საქართველოს მოქალაქეები დავკარგავთ ამ მნიშვნელოვან სიკეთეს, ეს იქნება იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ატარებს. მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ოცნება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს იყენებს დაშინების მიზნით და განმარტავს, რომ სინამდვილეში ეს 28 ნოემბრის განცხადების გაგრძელება. რეალურად ეს ოცნება სურს, რომ ქვეყანა სრულად გამოთიშოს ევროპული სივრციდან, ამბობს ზურაბიშვილი. ეს არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, რადგან რუსეთის მიზანია საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან. არის კიდევ დაშინების ნაწილი, დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამითი მორალური წნეხი საზოგადოებაზე არის გამოყენებული. მაგრამ თავარი რაც არის ამ კამპანიაში, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის, რომ შეწყდეს სწორედ ვიზა ლიბერალიზაცია. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებული იქნა გასულ 28 ნოემბერს, მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. მცდელობა არის ასევე რეჟიმის მიერ, რომ ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში, ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე. მცდელობა არის ასევე, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომც ისინი გვჟიან. დავაკვირდებით, მართლაც მთელი წინასააღდგომო და აღდგომის პერიოდი ოცნების ელიტამ გაატარა ვიზა ლიბერალიზაციის ანტიპროპაგანდაში. ოცნება მოწაბინებულია საზოგადოებას შესთავაზოს სრულ დილემა. თითქოს სასწორზე საკითხი ახლა ასე დევს: ვიზა ლიბერალიზაცია versus სუვერენიტეტი. მაგათად ოცნების ოდიოზური ფიგურა პარლამენტში ოცნების სპიკერი პაპუაშვილი ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ არის ეს ღვთიური მანანა. რომ არჩევანი თითქოს ასე დგას უვიზო თუ პატრიოტიზმი ან დამოუკიდებლობა. რაც ისეთივე აბსურდია, როგორც ქართული ოცნების მიერ მოგონილი გლობალური ომის პარტია, ასეთ ტერმინს არც ერთი პოლიტიკური სახელმძღვანელო არ ცნობს. დღეს ეს ხაზი ოცნების შედარებით ახალბედა სპიკერმა არჩილ გორდულაძემ გააგრძელა. როდესაც არჩევანის სასწორის ორ ფინანსზე ერთყარეს დევს თავისუფალი მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე ფინანსზე დევს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება იმისგან, რომ ვინმე დავალება მოხდეს, აქ თითები გაგვიტაცნობს ქართველებს. ეს არის შანტაჟის მცდელობები და ჩვენი მხრიდან ბლაკის ყვალდებულებას ყველაფერს გავაკეთებთ. ხომა კიდე რაც არ უნდა თითები გვიქრიან და გვაშანტაჟონ მათ ყოველთვის კონსულტაციაში ჩაუვარდებათ. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში რეალურად რას დავკარგავთ საქართველოს მოქალაქეები? საქართველო დარჩება რუსეთის პირისპირ მარტო იზოლაციაში, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება გეოგრაფიული ადგილი რუკაზე და საქართველოს სუვერენიტეტი იქნება დამოკიდებული მთლიანად მოსკოვზე. გარდა ამისა, ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეგვექმნება სერიოზული პრობლემები, რომელიც გააუარესებს ჩვენს ყოფილ ცხოვრებას. ემიგრანტების ოჯახები ვეღარ შეძლებენ ოჯახის წევრების მონახულებას. ისინი ემიგრანტები კი აღარ იფიქრებენ საქართველოში დაბრუნებაზე. მას შემდეგ, რაც 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მიეცათ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ემიგრანტებმა საქართველოში ჩამოსვლა შეძლეს და ემიგრანტების ოჯახების წევრებიც ახერხებდნენ ევროპის ქვეყნებში ჩასვლას და მოგზაურობას. ასევე გართულდება და გაძვირდება მოგზაურობა. თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდა, ტურისტად ევროპაში ჩასვლა გაჭირდება, დროშიც გაიწელება, ძვირიც დაჯდება, უფლებასაც ყველას არ მისცემენ. უცხოელი ტურისტები საქართველოში ისევ ჩამოვლენ, მაგრამ ეს ცვლილება მათზეც აისახება. ასევე გამოიწვევს ეკონომიკურ ზარალს ბიზნესმენებისთვის. უვიზო რეჟიმის გაუქმებას აუცილებლად მოყვება ეკონომიკური ზარალი, ვინც ევროპაში 3 თვით ჩადიოდა სამუშაოდ, ასევე მათთვის იქ უკვე ვეღარ წავა, ხელი შეეშლებათ ქართულ ბიზნესმენებს. სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეებს კი შეიძლება უვიზოს გაუქმება სიცოცხლის ფასი დაუჭდეთ. უვიზო რეჟიმის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, თანაც სასწრაფოდ. აი ძალიან ხშირად მათ უბრალოდ დრო არ აქვთ ვიზას დაელოდონ, თან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ავადმყოფს ვიზას ყველა შემთხვევაში მისცემენ.
ასევე სირთულეებიელი სტუდენტებს ვიზო მიმოსვლის გაუქმების გამარტივება იგეგმება ბოლოს კითხვით შემოდგომიდან. ის შეეხება 61 ქვეყანას. სისტემა ახლა ასე მუშაობს. ახალი პოლიტიკის თანახმად ვიზო მიმოსვლა შეჩერდება, თუ კი ქვეყანას აქვს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, თუ არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები, თუ არსებობს მოქალაქეობის ინვესტიციით მიღების სქემა, ანუ თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მასობრივად აძლევენ უფლებას ინვესტიციის საფარით მიიღონ მოქალაქეობა და მეოთხე პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებების დარღვევა. თუ ამ კრიტერიუმებს შევხედავთ, საქართველოს ფაქტობრივად ეხება ყველა, მაგრამ გამორჩეულად მეოთხე ახალი. და შეაკავებს ოლიგარქს, რა ფაქტორები მოახდენს მასზე გავლენას. ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვები დაწესებული აქვს გერმანიაში, ჩეხეთს, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ამერიკას, დიდ ბრიტანეთს. ეროვნული სანქციები სხვა შორის არ დაუწესებიათ, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებს არ დაუწესებია არც საფრანგეთს ან იტალიას. გასულ კვირას იტალიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხტომაზე იმსჩელეს საქართველოს შესახებ. საქართველოს ბრძოლაში თავისუფლება, უფლებები, დემოკრატია, ასეთი იყო ამ საუბრის სახელწოდება. თარგმანს პირველი ავრცელებს, რომლის თანახმად დეპუტატები ოპოზიციის სახელით დღის წესრიგში აყენებენ ორ საკითხს. ერთი ეს არის საპარლამენტო კითხვა ჯორჯა მელონის მთავრობისადმი, მეორე კი რეზოლუცია, რომელიც დაეფუძნება ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას და გაითვალისწინებს სანქციებს. ფილიპოს სენსი ამბობს, რომ მთავარია არ აღიარონ ოცნების ხელისუფლება, საქართველო კი უნდა დარჩეს ყურადღების ქვეშ, რადგან ეს ევროპასაც ეხება. სენსი 2023 წლის მარტში დაინიშნა სენატორად, ის დემოკრატიული პარტიას წარმოადგენს, ამჟამად არის ევროკავშირის პოლიტიკის კომისიის წევრი. In Georgia è stata approvata რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეორე მოსმენი დამტკიცდა კანონი ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყველა ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მინიმალური კონტაქტიც კი დასავლეთთან, დემოკრატიულ სამყაროსთან, აღიქმება როგორც საშიში, საიდუმლო აგენტი, მტერი ხალხისა. რეალურად კი სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხს მტრად აცხადებს, თავად არის ქართველი ხალხის მოღალატე. ვითხოვთ იტალიის მთავრობამ გასცეს პასუხი, რა ტიპის შეხვედრები და კონტაქტები ქონდა მას ქართულ რეჟიმთან და რის საფუძველზე. ამასთანავე ვამზადებთ რეზოლუციას, რომელიც მოდელირებულია ბოლო ევროპარლამენტის რეზოლუციის და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართულ რეჟიმთან. ჩვენი წვლილი სწორედ ისაა, რომ ეს სანქციების წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. ci sono queste მოვლენები რუსული მოდელის კვალდაკვალ ვითარდება, განაცხადა ამ სტომაზე სენატორმა ივან სკალფაროტო ლიბერალურ პარტიას იტალია ვივას წარმოადგენს, რომელიც ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ დააფუძნა 2019 წელს. ის წლების მანძილზე იყო მინისტრის მოადგილე რამდენიმე სამინისტროში, სულ ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი სრული ციტატა ასეთია: დღეს ნათელია, რომ მთელ მსოფლიოში ავტოკრატებს გაუჩნდათ განცდა, რომ გაცილებით ძლიერები და თავდაჯერებულები არიან, რათა რაღაცეები დააშავონ დღისით სრულიად ღიად დაუმალავად. არსებობს დაუსჯელობის შეგრძნება, რაც ხშირად გტოვებს დაბნეულს და შეშინებულს. საქართველოში ვხედავთ ერთგვარ მკვეთრ ბარდნას, სხვათა შორის რუსული მოდელის კვალდაკვალ, რადგან ნაბიჯები, რაც ვიხილეთ, იყო იგივე. ჯერ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ კანონი ლგბტ თემზე და ყველაფერი განვითარდა ერთმანეთთან კოორდინაციით, თავხედობით და უტიფრობით, მაგრამ ყოველგვარი შიშის გარეშე, შემაშფოთებელი თავდაჯერებულობით. ციტატის დასასრული. იტალიის პარლამენტში მთავრობისგან ითხოვენ პასუხსაც, რატომ შეხვდა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დანტუონო ქართული ოცნების შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ლია κουარტაპალემ. ისიც დემოკრატიული პარტიის წევრია. იტალიის მთავრობისგან რეალური პასუხი ამ საკითხზე ჯერ არასდროს მიგვიღია. მყავს ელჩი, რომელიც ჯერ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრს. იმ მინისტრს, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროპის ზოგმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ. სწორედ საპროტესტო აქციების რეპრესიების გამო. კითხვას, რომელსაც დღეს ვუსვამთ, ასეთია: რა არის იტალიის მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება? ამ საკითხებზე იტალიამ ვერ უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს. და ეს დუმილი ვფიქრობ, რომ არ არის უბრალოდ უყურადღებობა. რა არის იტალიის მთავრობის პოზიცია? ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორ იქნება ჯორჯა მელონის მთავრობის პასუხი. მელონმა კობახიძეს გაპრემიერება მიულოცა გასული წლის თებერვალში. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოbrunებული არც რუსული კანონი, არ იყო დაწყებული რეპრესიები, ოცნებას არ ჰქონდა გამოცხადებული ევროინტეგრაციის შეჩერება. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი რომის კეთილგანწყობა არ მიუღია ივანიშვილის მთავრობას, ისე როგორც ცენტრალური ევროპის არც ერთი ქვეყნის.